ამასობაში ვხდებით ემოციური დისონანსის მოწმენა. ჯინორიას აიას ქცევა, ნელ-ნელა კონტროლის დაკარგვა და ფეხზე წამოდგომა არის ემოციური დისონანსი. ეს რას ნიშნავს? როცა ერთ ადამიანს აქვს გარკვეული ემოციური მდგომარეობა, ამ შემთხვევაში ბრაზი, ნერვიულობა, იმედგაცრუება და ამას ვერ ხედავს მეორე ადამიანში, ეს შეუსაბამობა საკუთარ და სხვის ემოციურ მდგომარეობებს შორის ქმნის დაძაბულობას. მაგალითად, წარმოიდგინე აბარებ გამოცდას. შენ 10 კაციდან ერთ-ერთი ხარ და ნერვიულობ. ამ დროს კი ხედავ, რომ დანარჩენი 9 სრულიად მშვიდად არის. ამით შენი ნერვიულობა კიდევ უფრო იზრდება, რადგან ხედავ, რომ უცბად წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდი. მათ რაღაც ისეთი იციან, რაც შენ არ გაქვს. აქ ჯინორიას ნერვიულობა შეხვდა გეჯაძის სიმშვიდეს და ამ კონტრასტმა ჯინორია კიდევ უფრო მეტად დაძაბა. თითქოს როგორ ხარ ასე მშვიდად, შენც ჩემნაირად როგორ არ ნერვიულობ, ნახე რა ხდებაო. შენ დაჯექე ხარ ნერვიულობა.